წითელი ქორწილი. წითელი ქორწილის სცენა ჩემთვის ლედი სტარკის გამოხედვით იწყება. რამდენიმე წამში სახის მიმიკის ცვლილება ბედნიერი სახიდან დაფეთებულ შეშინებულ სახით. ეს მიმიკა მაყურებელს ამზადებს რაღაც საშიშიშოს, ძაფრისთვის. ფონური მუსიკა და ფერები ეს ატრიბუტებია, რომელთაც ყველაზე მარტივად და წარმატებულად შეუძლია შეცვალოს სცენის განწყობა. როდესაც კინოკურსებზე დავდიოდი, პირველი რაც გითხრეს ეს იყო: თუ გინდათ გაიგოთ რეალურად რა ხარისხისაა ფილმი თუ სცენა, უყურეთ, უხმოთ. ქორწილი მართლაც წითელია. წითელია ფერები, წითელია განწყობაც. ეპიზოდი, რა დროსაც ლედი სტარკი და მაყურებელი იგებს თუ რა არის განზრახული სამდიაში. ამ ეპიზოდში ფონოხმოვად ისმის ლორდ ფრეის მიმართვა, თუმცა მაყურებელი ყურადღებას არ აქცევს ამ სიტყვას. ყურადღება მიმართულია მისი ერთ-ერთი ქვეშემდომის ძალიან საშიშ და ძლიერ სახის მიმიკაზე. კადრი გადადის ლედი სტარკის თავდაპირველ შეშინებულ სახის მიმიკაზე, რომელიც შიშის და კანკალით მიაქვს ხელი სპეციალურად გამოსულ კლავზე. და რამდენიმე წამიანი სცენა ახდენს სრულ ფსიქოლოგიურ მიჯაჭვებას. სცენაში ვხედავთ ლორდ ფრეის დამქაშის გამოცდილ ხელს, რომელიც დიდი დოზით იჭრება სცენაში, თითქმის კადრის ნახევარიც კი მიაქვს. თუმცა ეს ყველაფერი არა. კადრის ზედა და მარცხენა ნაწილში ჩანს დანა და საჭმელი ინსტრუმენტები. თავარი ის არის, რომ წარმოუდგენლად რთულია ისინი ამ თითქოს დატვირთულ სცენაში არ შეამჩნიონ. და ზოგადად ამ ეპიზოდს ხსნის და ასრულებს ლედი სტარკი. იწყება სტარკის ბედნიერი და ამაყი სახით, რომელიც მალევე გადაიზრდება შიში და სრულდება გაბრაზებული, ნაკლენი, იმედდაკარგული, ბედშეგუებული, პარალიზებული სახის მიმიკით. ისევ დაზაფრული მუსიკა, თუმცა სულ ორი წამით ფონური მძიმე მუსიკა, რომელსაც დიდწილად მაყურებელი ვერ სამჩნევს, წყდება და მაყურებელი პირისპირ რჩება ლედი სტარკის სისხლის გამყინველ ამოყურებასთან. გაუნდროს ყვირის მაყურებელს, ოღონდ გაუგნებისგან. შემდეგ მუსიკის ხმა ნელ-ნელა იკლებს და სცენიდან ლედი სტარკის გასვლასთან ერთად გადის და იქმნება სრული ციკლი. სცენა ჩასუნთქვიდან ამოსუნთქვამდე.